მშვიდი გარემო ჩვენი ცოდნის დადასტურებისთვის და კითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემა არ გაგვჭირვებია. ასე აფასებენ პირველ საგამოცდო დღეს აბიტურიენტები, რომლებმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდა ჩააბარეს და ახლა პირველ შთაბეჭდილებებზე თანატოლებსა და სპექტრს უყვებიან. დრო გქონდა საკმარისი მეტი. გააჩნია ბავშვის მუშაობას, მაგრამ 3 საათი ნამდვილად კარგი დრო არის იმისთვის, რომ შენი შესაძლებლობები გამოავლინო. ადგილს რაც შეეხება, გარემო იყო ძალიან მშვიდი, დამკვირვებლებით ძალიან კარგი შემხვდა და ხელი არაფერში არ გვეშლებოდა, ვიყავით ისე, როგორც მასწავლებლებთან მეცადინეობთ ხოლმე და არაფერი, არც ეწოლა, არც როგორ თქვა, რაიმე ისეთი არ მოხდარა, რომ ბავშვმა შეიძლება ინერვიულოს და ძალიან თავისუფალი გარემო იყო. რა ვიცი, მშვიდი და წყნარი. დავალებები ჩემი აზრით ძალიან რთული არ იყო. ყველაფერი მოდის, რაც მასწავლი გვაქვს და ბავშვია დამოკიდებული ეგეც. რომ თვითონ როგორ დაწეს და როგორ მიიღებს. ჩემი აზრით ძალიან რთული არ ყოფილა. რომ უკვე მასწავლებთან ნამეცადინები გქონა ამაზე, ნასწავლი გქონა ყველაფერი და მე არ გამიჭირდა. გარემო მართლაც რომ ძალიან კარგი იყო. ყველანაირი კომფორტია შექმნილი აბიტურიენტისთვის და აც უკვე სტუდენტისთვის. იმაზე მეტი ვიცოდით, ვიდრე უნდა გვჭირდა. მე მაგალითად უფრო რთულისთვის ვიყავი მომზადებული და ვფიქრობდი, რომ უფრო რთული მოვიდოდა და ისე სხვადასხვა დროს რო დავაკვირდეთ, არც თუ ისე ჩქარა გადის, რომ თავიდან რო ააკეთებ რედაქტირებას, მარტივად კეთდება ყველაფერი და თემაში უკვე ფიქრში და გადატანაში ცოტა დრო შეიძლება გაგეპაროს. ბევრი ადრე გავიდა, ბევრსაც შეიძლება ზოგიერთს დააკლდა. მე საშუალოდ ვიყავი, ასე 10 წუთი მაინც მომჩა და სხვადასხვა არ ვარ ცუდად განწყობილი ამ გამოცდებისთვის. ძალიან კმაყოფილი ვარ და მიხარია რომ პირველი ვარიანტი შემხვდა რა. დროსაც შეეხება დრო 9 საათი მომჩა, მაგრამ მან არ გამოვედი. მაინც დავისვენე და შემდეგ უკვე დასვენებულ გონებაზე კიდე გადავავლე ერთხელ თვალი და უფრო დავწმუნდი, რომ პასუხები სწორად ქონდა გაცეული. სირთულესაც შეეხება, ჩემი აზრით არ იყო რთული, ჩემი განმოსახედიდან მე არ გამირთულდა, რადგან უფრო რთულს ვაკეთებდით, უფრო კარგად ვიყავით მომზადებული ელისო მასწავლებელთან და ისუსაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით მას. ჩვეულებრივი მოვლენა ეხლა ხელვა, მაგრამ როდესაც შევედი გამოცდაზე ყველანაირი ენერგიულობა მომეხსნა და ინფორმაცია თავისით წამოვიდა. ერთიანი ეროვნული გამოცდების 3 ივლისს დაიწყო და 22 ივლისამდე გაგრძელდება, როცა აბიტურიენტებს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.